ვთხოვ რომ გავუშვათ აი ტაბულას ჟურნალისტის და პრემიერის საუბარი ეკონომიკასთან დაკავშირებით და მე მინდა ვთქვათ პრემიერის ეკონომიკური ექსპერტიზის ხარისხზე ვისაუბრო უკვე ბატონ გიორგისთან. ნინო მაჭარაშვილი, ტაბულა, ბატონო პრემიერო, წეგან თქვენ წაგიკითხეს რამდენიმე თქვენი ფრაზა თქვენი წინასაარჩევნო კამპანიიდან, კიდევ რამდენიმე მინდა წავიკითხო და მათ აქედან გამომდინარე გავსაკითხო. ბევრი ფრაზა იყო, ამიტომ რომელი ამოვარჩი ამას გეტყვით. ერთი, მე არ ვიცი ვინ იყო ეს კაცი, იგულისხმება სააკაშვილი, ატყუებდა რომ შუქის პრობლემა მოაგვარა, გაზის პრობლემა მოაგვარა, სად არის აბა? მეორე, ნაციონალებს თუ ხალხი აირჩევს დაღუპულები ვართ, სადღარია ნაციონალები, საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ აძლევენ ხმას და ბოლოს გასული წელი მართლაც რთული იყო, ავად სახსენებელი კოაბიტაცია და მუდმივი კინკლაობა, ახლა აღარ არის. ყველა რაიონში უნდა გაიმარჯვოს ოცნებამ, საწარმოებს გავხსნით ყველა რეგიონში, წლის ბოლომდე ნახავთ თუ არ დაიცრას ეკონომიკა. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, როდესაც ამბობთ და არ მოგწოთ მანდიდან. რომელი არასწორი? კითხვებს დავასრულებ თუ შეიძლება და შემდგომ თქვენთან მიპასუხეთ. როდესაც ამბობთ რომ წლის ბოლომდე ნახავთ თუ არ დაიცრას ეკონომიკა, ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ წინა წელს ეკონომიკა არის ძრო და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დავაზუსტებთ თქვენი ოპონენტები. ხშირად ახსენებენ იმ 700 მილიონს, რომლითაც გაირღვა წინა წლის ბიუჯეტი, ასევე ბიზნეს სექტორში შემცირებულ სამუშაო ადგილებს, განდევნილ ინვესტიციებს და სხვათა შორის ალ-ჯაზირას ჰქონდა 2 დღის წინ ამაზე ვრცელი სიუჟეტი, რომ ვიზებს არ უგრძელებთ უცხოელ ფერმერებს და ისინი შესაბამისად მიდიან საქართველოდან. ასევე მაგალითად შემცირებულია ტვირთების ბრუნვა რკინიგზაზე და ის დაუბრუნდა 2004 წლის ნიშნულს. გარდა ამისა გაზრდილია საგარეო და საშინაო ვალუტა ასე შემდეგ. თვით თუ არა რომ იყო სერიოზული პრობლემები ამ გასულ პერიოდში ეკონომიკაში. გარდა ამისა, როდესაც თქვენ ამბობთ რომ ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი ოჯახის წევრებიც არ აძლევენ ხმას, მაშინ საიდან მოვიდა ის 22%, რომელიც აიღეს მათ საპრეზიდენტო არჩევნებზე და თვით თუ არა რომ მსგავსი განცხადებები კარგად მეტყველებს თქვენს პოლიტიკურ ძალაზე და ბოლოს ბატონო ირაკლი მართლაც გონიათ რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესა სიტუაცია ელექტროენერგიით მომარაგებასთან მიმართებაში. მადლობთ. დიდი მადლობა ასტიმ ძალიან ბევრი შეკითხვისთვის. მე გეტყვით იმას რომ ეკონომიკა რეალურად ასე თქვენ ამბობთ რომ ეკონომიკა ბოლო 18 წლის განმავლობაში გაჩერდა და რაღაც დაიზრება წლის ბოლოს. მე მინდა შეგახსენოთ რომ ეკონომიკა თქვენ თუ გჯერათ რომ ეკონომიკა იყო საქართველოში რეალურად. თქვენ თუ გგონიათ რომ ეკონომიკა იყო ის რომ თქვენი საყვარელი პრეზიდენტი ყოფილი სააკაშვილი რომ ააშენებდა სასახლეს 600 მილიონიანს ან გადაიხდიდა რაღაც მილიონებს 10 მილიონს დახარჯავდა საკუთარ ფეშენებულ ცხოვრებულ გაცრებად? კარგით. თუ 10 მილიონს კაფლან გავდა საკუთარ ბიუჯეტიდან საკუთარი პირადი კომფორტისთვის და ეს ამოზრაობდა ეკონომიკას და ეს ამოზრაობდა ეკონომიკას და ეს აისახებოდა რეალურად GDP-ზე. თქვენ თუ გონიათ ეს ეკონომიკა, მაშინ მე არ მგონია ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს ბატონ ირაკლი იტყუებიან იგივე მსოფლიო ბანკი. ძალიან მარტივი ორჯერ როთხია. თქვენ გაქვთ განათლება ეკონომიკაში მიღებული? განათლება არა, თუმცა ამ თემებზე მიმუშავია, განათლებით სოციოლოგი ვარ. ძალიან კარგი. მაშინ მე გეტყვით რომ შემდეგს რომ ძალიან მარტივი გასაგებია, როცა ფული იხარჯება, როცა მილიარდ ნახევარს დახარჯავს გონიერი, მაშინ ასე გეტყვით პრეზიდენტი მილიარდ ნახევარს დახარჯავს 5 პროექტში. აქედან იქნება სასახლე, იქნება მთავრობის სახლი, პარლამენტი, იუსტიციის სახლი, ხიდი და ეს 2 გაუგებარი დანიშნულების შენობა რიყეზე. მოგწონთ ხოთა შორის ეგ შენობები? გააჩნია. გარკვეული მიზნებისთვის კარგია. ამის რა თქმა უნდა ეს ეკონომიკას ეს აისახება ზრდაზე. რა თქმა უნდა აისახება. მაგრამ ჩვენ თუ გვაქვს საუბარი ინკლუზიურ ზრდაზე, ჩვენ გვაქვს საუბარი იმ სარგებაზე, რომელიც თითოეულ მოსახლემ უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე. ამას ჩვენ ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ რეალურად ეკონომიკა არ მუშაობდა საქართველოში. ეკონომიკა არ არსებობდა. იყო გაჩერებული საწარმოები, იყო გაჩერებული წარმოება, იყო დაანგრეული დაცლილი სოფელი, იყო დაცლილი მთა, გასწრავად. საფინანსო ორგანიზაციები არც ერთ საწარმო არ მუშაობდა საქართველოში. ყველა თუ რაიმე საწარმო არსებობდა, ისიც გააჩერეს. სოფლის მეურნეობა პრაქტიკულად გაანადგურეს. ბოლო 10 წლის განმავლობაში. და სოფელი დაცარიელდა, გლეხი გააღარებდა. ეს არის შედეგი. და დღეს მდგომარეობით 85% არის იმპორტირებული საქონელი. თქვენ თუ ამას ეძახით ეკონომიკას, მაშინ ამაზე ვერ ვიკამათებთ. დარჩება ნაციონალიზმის რეიტინგებს, მე გეტყვით რომ ყოველ დღე მათი რეიტინგი ეცემა. ყველგან გაზომილია 5-6% აქვს ყველა სოფელში, ყველგან ზოგადად რეგიონებში საერთო ჯამში აქვს 5-6%. 5%.
ანუ საკუთარ სიმბოლურ სივრცეზე ჩამოვიდნენ. ეს თქვენ მასში დაკვლევამ გაჩვენათ ბატონ ირაკლი. ბატონო? თქვენი პარტიაში დაკვლევამ გაჩვენათ. ყველა არა მხოლოდ ჩვენ ასე ვთქვათ ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და დადგინდა რომ მათ აქვთ ძალიან კლებადი რეიტინგი. და რა თქმა უნდა არჩევნების მერე კიდევ საერთოდ მე ვერ წარმომიდგენია უბრალოდ რა პერსპექტივა აქვს და რა პერსპექტივაზე აქვს საუბარი და ან თქვენ რა პერსპექტივას ფიქრობთ რომ აქვთ მათ. დიდი მადლობა. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მსოფლიო ბანკის ანგარიშების მიხედვით 2005-6 წლებში საქართველო DSET-ს ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებულ რეფორმატორად ასახელდა და 10 რეფორმატორი ქვეყნის სათავეში მოექცა 2005-6 წლების ბიზნესის კეთების სიადვილის ინდექსში. ამ პერიოდში საქართველომ 10-დან 6 ინდიკატორის გაუმჯობესება მოახერხა, რომელსაც ქვეყნების შეფასებისას ბიზნესის კეთების სიადვილის ინდექსი ითვალისწინებს. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მაკროეკონომიკური მენეჯმენტი კვლავ შთამბეჭდავია. 2006 წელს მიუხედავად გარეგანი შოკებისა, რაც რუსეთის მიერ საქართველოს ეკონომიკური ემბარგოს დადებამ გამოიწვია, ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ძლიერი იყო. 2006 წელს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა და გეგმიური ზრდის მაჩვენებლად 2007 წელს 10%-ზე მეცველოდებით. ქვეყანამ რეალურად თავიდან დაიწყო საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული დემოკრატიის მშენებლობა და უზარმაზარი პროგრესი განიცადა. ინდექსით საქართველო, რომელიც 1996 წელს რანგით 123 იყო 142 ქვეყანას შორის, 2012 წელს 179 ქვეყნიდან უკვე 34 ადგილზეა. ამ პროგრესის მიღწევა შესაძლებელი გახდა მიუხედავად იმ წინაღობებისა, რომელიც რუსეთისგან ხვდებოდა ქვეყანას მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. მიუხედავად ამ სერიოზული გამოწვევებისა, საქართველო თავის სიმაღლეზე დგას.